მოგესალმებით, დღეს ვისაუბრებ გადაჭარბებული ფიქრის მდგომარეობაზე. მაგალითისთვის გამოვიყენებ Sherlock Holmes-ის ერთ-ერთ ეპიზოდს, მას ეს მდგომარეობა არ ჭირს, თუმცა საილუსტრაციოდ კარგი სცენაა. ეს არის კარგად შეფუთული შფოთვა, რომელიც იწვევს გადაჭარბებულ ფიქრს და დახმარების ნაცვლად აზროვნების პროცესში გვიშლის ხელს. უფრო მარტივად რომ ვთქვა, ეს არის მდგომარეობა, როცა მუდმივად ატრიალებ ერთი და იმავე ფიქრს ან სიტუაციას გონებაში და განცდა გაქვს, რომ ფიქრებს ბოლო არ უჩანს. ამის გამო კი ვერ გადადიხარ მოქმედებაზე და ვერც მშვიდეს განიცდი. რას იწვევს გადაჭარბებული ფიქრის მდგომარეობა? ცილის პრობლემებს, კონცენტრაციის გაძნელებას, მენტალურ გადაღლას და ენერგიის ნაკლებობას, ფოთვის გამძაფრებას, გადაწყვეტილების მიღების სირთულეს, თვითკრიტიკულობის მომატება და მოქმედების უნარის დაკარგვა, რადგან ახასიათებს გაყინვა ფიქრის მდგომარეობაში. რაც შეეხება გამოსავალს, არსებობს ეფექტური გზები, რომლებიც დაგეხმარებათ გადაჭარბებული ფიქრის შემსუბუქებაში და მოქმედებაზე გადასვლაში.